Brad Cooper ადრე ჩემი მისაბაძი ადამიანი იყო, გმირი, ვისაც ძალიან ვუყურებდი და ვისნაირიც მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ ეხლა იმედგაცრუებული ვარ. აღიარებულად, ეს გულსადგენია. და მათთვის ვინც არიცით, ვინ არის Brad Cooper-ი, მას ჰქონდა მართლაც შესანიშნავი YouTube არხი Daily Wire-ის ქვეშ, სახელწოდებით კომენტარების სექცია, სადაც ის გვთავაზობდა ენერგიულ, ახალგაზრდულ და მხიარულ ხედვას. ეს იყო კონსერვატიული ყველაფერზე, რაც ხდება, ყველა სელებრიტის დრამიდან დაწყებული და ასე შემდეგ. მაგრამ ის მართლა კარგად იგებდა ყველაფერს. მას ჰქონდა ინტელექტუალური საფუძველი, რომ ესაუბრა იმ ყველაფრის სისულელეზე, რასაც ჩვენ ვაწყდებით. შემდეგ მას ჰქონდა მთელი ეს დრამა Daily Wire-თან. ის წავიდა, დაიწყო თავისი საკუთარი შოუ. და ბოლოს მან გადაწყვიტა, რომ დაეშვა ეს ძალიან ცუდი, დიდი, სულელური, იდიოტური შეცდომა. მან კენდეისი არჩია გონიერების მქონე ადამიანებზე და მე გული მткиვა. მოგესალმებით წინააღმდეგობაში. მე მირაკი ვარ თქვენი წამყვანი. ჩვენ ვუპირისპირდებით სიგიჟეს. ასე რომ არ დაგავიწყდეთ გამოწერის ღილაკზე დაჭერა, რომ გაავრცელოთ ეს ვიდეო. ეხლა უკვე მოძრაობის ნაწილი ხართ. და ასე დაიწყო მთელი ეს დრამა Brad Cooper-თან, როცა ის წავიდა. და იმის ნაცვლად, რომ იგივე გადაწყვეტილებამ მიეღო, გმირების სკამზე გადამჯდარიყო და უბრალოდ ნორმატიული ყოფილიყო როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იფიქროს, მან გადაწყვიტა, რომ Candace Owens-თან საუკეთესო მეგობარი გამხდარიყო. აი ვიდეო მისი მონაწილეობით. მე არ შევწყვეტ Candace Owens-თან მეგობრობას, რომელიც ჩემთვის უფრო სიდის მსგავსად გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ინტერნეტი ამას მოითხოვს. მე არ დავესხმები Matt Walls, მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ერთად აღარ მუშაობ. ან იმიტომ, რომ ინტერნეტმა გადაწყვეტა კიდევ ერთხელ დაეწყო მასზე შეტევა. ასევე მე არ შევუერთდები Ben Shapiro-ს წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს, რადგან ის ყოველთვის კეთილი და მხარდამჭერი იყო ჩემ მიმართ Daily Wire-ში მუშაობის პერიოდში. ეს ფაქტია. მე ამას უბრალოდ არ გავაკეთებ. და თუ რომელიმე ამ საკითხთან პრობლემა გაქვს, ეს ნორმალურია. ეს შენი უფლებაა. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვადასხვა ღირებულებები გვაქვს. და იცით რა, ეს თავისუფალი ქვეყანაა. ეს ამერიკის სილომაზეა. აი რა ხდება. ის ძალიან ლოგიკურად ლაპარაკობს, ხო ასეა? უყურებ ამას და ფიქრობ, ხო, კარგი, შენთვის უკეთესია. შენ არ ზუხარ ამ ადამიანს. შენ არ ზუხარ იმ ადამიანს, მიანს. და მე მართლა დიდ პატივს ვცემ ადამიანს, რომელსაც არ უნდა დრამაში ჩართვა. მაგრამ მაინც უნდა ვკითხო საკუთარ თავს, რას ნიშნავს, როცა ამ ადამიანს დიდ დასად, მისაბაძ მაგალითად, ან ვინმედ მიიჩნევ, ვინც შენს ღირებულებებს ნამდვილად შთააგონებს. კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს. და Jeremy Boring-მა ამაზე ისაუბრა თავის ბოლო ეპიზოდში Alex Clark-თან ერთად. მათთვის ვინც არიცის, ამ არიცის, ის ამ შესანიშნავ შოუს უძღვება. Jeremy Boring-მაც დაიწყო შესანიშნავი შოუ. ის იყო Daily Wire-ში როგორც აღმასრულებელი დირექტორი და შემდეგ წავიდა, ან გაათავისუფლეს, ზუსტად არ არის ცნობილი. მაგრამ მას ბევრი აქვს სათქმელი Brad Cooper-ის თემაზე, რადგან ბოლო დროს Brad Cooper-ი სულ უფრო და უფრო მეტად იღებს რაღაცა მსგავს პოზიციას. არც კი ვიცი როგორ გამსაზრო ეს. ეს ახალი ზეთაობის მოძრაობა, რომელიც უფრო კონსპირაციულ თეორიებზეა ორიენტირებული და არა ფაქტებზე. ხვდები რას გულისხმობ? ინტერნეტმა მთლიანად აიტაცა Brad Cooper-ის სიტუაცია და გადააქცია ეს კინემატოგრაფიულ სამყაროდ. რა მოხდა იქ სინამდვილეში? Brad's აღარ უნდოდა Daily Wire-ში ყოფნა. ამიტომ მან ნაბიჯები გადადგა, რომ დარწმუნებულიყო, აღარ იქნებოდა იქ. ეს არის. კიდევ ერთი რამდენიმე უფრო მტკივნეულიდან, ხო გესმით? როცა დადიხარ ჩეკმებით, თელავ ყველაფერს, ირებ გადაწყვეტილებებს და ანგრევ რაღაცებს. საკმაოდ ძლიერი კანი უნდა კონდეს. ერთადერთი რამ, რაც ოდესმე მართლა მათკინა ამ საქმეში, ეს არ არის წაგებები, ეს არ არის შეცდომები. ყველგან არის ყველანაირი შეცდომა. მაგრამ ეს ის დროებია, როცა ადამიანები გიღალატებენ, რომ გტანჯავ ხარ. და იცი, ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო. მძულს, როგორც დასრულდა ყველაფერი Brad-თან, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ესეთი შედეგი იქნებოდა. ხოლო ისეთი ადამიანის შემთხვევაში, როგორიცაა Candace, შედეგი არ დამკვირვებია. დეტალებმა გამაკვირვა. ვერასდროს წარმოვიდგენდი Candace-ის დაღმასვლას ანტისემიტიზმში, რამაც საბოლოოდ დააშორა იგი Daily Wire-ს. ნამდვილად ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე მოხდებოდა. და ვერავინ წარმოიდგენდა იმ ბოროტებას, რასაც Candace ბოლო 8 თვის განმავლობაში ავრცელებდა. ანუ, ეს არის. ეს აღემატება წარმოსახვას, რადაც ის გადაიქცა და რას სიტყვებიც მას უთქვამს. მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი ეს. ეს სიმართლეა. და ეს ის შემთხვევაა, როცა თითქოს კი Brad-ი შეიძლება თავს ასე წარმოაჩენდეს, თითქოს ყველას მეგობარია, ყველას მიმართ კეთილია და ყველას მადლიერებას გამოხატავს. ეს იმას გავს, რომ თუ გადაწყვეტიყო მეგობარი ბოროტებასთან, პირდაპირ სუფთა, შეურეველ ბოროტებასთან, ეს უკვე პოზიციის დაკავებაა. აი ზუსტად ესაა. და მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ადამიანები გააუქმონ. გულწრფელად რო გითხრა, მე ჯერ კიდევ ვუყურებ Art Brad-ის ნაწილებს, რადგან ვფიქრობ, რომ მას აქვს ბევრი დამსახურება თავის არგუმენტებში და ბევრი ისეთი მხარე, რომელიც მართლა კარგია. მაგრამ ჩემთვის ცოტა სამწუხაროა, რომ ადამიანებმა დაკარგეს ის მორალური მთლიანობა, რომ მეგობრობა აღარ ემყარება შენს მორალურ ღირღირებულებებს.
თუ ფიქრობ, რომ რაღაც არასწორია, მაშინ შენი პრეროგატივა და პასუხისმგებლობაა სულ მცირე. არ დაუჭირო მხარი იმ ადამიანებს, ვინც არასწორად იქცევა და მაქსიმუმი სწორად მიუთითომათ ამის შესახებ. და მე არ გულისხმობ ამას მედიაში. არ გულისხმობ, რომ საჯაროდ გაახმაურო ეს. მე ვგულისხმობ უბრალოდ იმას, რომ აცნობო მათ, რაღაც რიგზე არა. და შემდეგ საჯაროდ გამოსვლა და მათი მხარდაჭერა ჩემთვის ცოტა უცნაურად მეჩვენება. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რას გავაკეთებდი თუ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებოდი, როცა ჩემი მეგობარი ინტერნეტში რაღაც ძალიან ცუდს აკეთებს. დავაყენებდი თუ არა მეგობრობას საფრთხის ქვეშ ამის გამო და იმედი მაქვს. იმედი მაქვს, რომ მეყოფა სიძლიერე და პრინციპულობა რომ თქვა, დიახ. დიახ, ასე მოვიქცეოდი. თუნდაც იმ ადამიანმა ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში, მაინც უნდა შემეძლოს თქვა, რომ მადლიერი ვარ ამისთვის, ვაფასებ ამას. მაგრამ ეხლა დროა რომ დავშორდე, რადგან ჩემს გვერდით ჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩემს მორალთან თანხვედრაში არიან და არა ისინი, ვინც ჩემსავით ფიქრობენ. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. მე მჯერა რომ გარშემო უნდა შემოიკრიბო იმ ადამიანებით, რომლებიც შენსგან განსხვავებულად ფიქრობენ, რადგან ეს არის საუკეთესო გზა, რომ იყო გამჭრიახი, შეინარჩუნო შენი შეხედულებები და რეალურად შეძლო გააცნობიერო თუ რამეში ცდები. თუ თავს მხოლოდ იმ ადამიანებით შემოიკრებ, რომლებიც უბრალოდ გეთანხმებიან, მაშინ პრობლემა გაქვს, რადგან ასე იდეოლოგიურად არასდროს არ ვითარდები. მაგრამ ადამიანები, რომლებიც მორალურად აკეთებენ ისეთ რაღაცას, რაც უბრინაამდეგება შალტ ეწინააღმდეგება შენ ზღირებულებებს, მე მჯერა რომ ესეთ ადამიანებს უნდა გაერიდო. და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გაერიდოს კენდის. და ჩემთვის ეს უბრალოდ მიუტევებელია და ბევრად მეც გეუბნება მის რეალურ ღირსებაზე ამ პოზიციაში. კენდისი მკაცრი იყო. არ გამიკურდებოდა, რომ კენდის პრობლემები შეექმნა. არც იმაზე გამიკურდებოდა, რომ კენდისი Daily Wires დატოვებდა. არ გამიკურდებოდა, რომ კენდისი Daily Wires წინააღმდეგ წავიდოდა. მაგრამ სხვა მაგალითებიც არსებობს, როცა გამგროვებია. და ეს ერთ-ერთი იყო. სტევენსი იყო ესეთი. ინტერნეტში ხალხი ამბობს, რომ ის ყველაფრიდან გამოაგდეს, დაწკაბული დაქორწინებით, დამთავრებული ლურჯი პერანგის ჩაცმით, და რომ თქვენ უჩივლეთ მას ლურჯი პერანგის ჩაცმის გამო, რაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. ანუ, რა არის თქვენი ვერსია? მე ნამდვილად არასდროს დამისჯია ვინმე იმის გამო, რომ დაქორწინდა. საინტერესო დამთხოვაა, რომ ბრეტის ქორწილის ცერემონიის მცირე ნაწილი თავად დაუწერე და იქაც ვიყავ. საინტერესოა, რომ კენდესი ბრეტის ქორწილში არ ყოფილა. რაც კიდევ უფრო სასაცილოს ხდის იმას, რომ ის ყოველთვის მაყენებს კრიტიკას ბრეტის ქორწილთან დაკავშირებით. თუმცა კონკრეტულ დეტალებზე იცით, ალბათ არც ისე კომფორტულად გრძნობ თავს, რომ ვილაპარაკო, ან საერთოდ შემეძლოს ამაზე საუბარი. იცით, როცა ესეთ განშორებებს გადიხართ აუნტებთან, არსებობს კონფიდენციალურობის საკითხები, რომლებზეც თანხდებიან. ხანდახან ეთანხმები კონფიდენციალურობისა და არადისკრედიტაციის შეთანხმებებს და მერე გინდა რომ არ დაგეთანხმებინა. ფიქრობ ალბათ ყველა ასე გრძნობს თავს, რადგან ერთ მომენტში გინდა შენი მხარე მოყვე, მაგრამ ამ საკითხებზე თანხდები, რადგან თეორიულად ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. იცით, ესეთ კონფლიქტებსა და მოლაპარაკებებში ხდება რაღაცები, რომლებიც გულწრფელად რო ვთქვათ, არავის საქმე არ არის. ესეთ კონფლიქტებში ადამიანები ყოველთვის საუკეთესო მხარეს არ აჩვენებენ. ამიტომ იცით, უმეტეს შემთხვევაში ვფიქრობ, ალბათ უკეთესია უბრალოდ მივცეთ. ხალხს სურს გამოიგონოს ისტორიები და ჭორაობა ინტერნეტში. ამას ვიგებ, იცით? საინტერესო ის არის, რომ აქ მან არ ახსენა ლურჯი პერანგის ისტორია, რაზეც საერთოდ არ ვიცი რას გულისხმობს. მაგრამ რადგან არ ვიცი რაზე საუბრობს, ამაზე არ წამოუგებულ ვარ. ეხლა არ ვიცი ჯერემი ბორინგი კარგი ადამიანია თუ ცუდი, ან რა არის მისი ისტორია. უბრალოდ ვიცი, რომ მან დატოვა Daily Wire და ეხლა დაიწყო თავისი შოუ. და ვფიქრობ, მისი შოუ მართლაც ძალიან ზუსტია და ძალიან კარგია. ამას ისე ვიღებ როგორც არის. მაგრამ საინტერესოა ამაზე ფიქრი. ეს სინამდვილეში ის თემაა, რაზეც საკმარისად არ უსაუბრიათ. მაგალითად, კენდასის გარდამტეხი მომენტის შემთხვევაშიც. ძალიან ბევრი არაგამჟღავნების შეთანხმებაა. არსებობს ძალიან ბევრი რამ, რაც ამ ადამიანებს არ აძლევს საშუალებას, რომ თავიანთი ისტორიის მხარე გააზიარონ. და მე არასდროს ვფიქრობ, რომ თუ კომპანიაში ქავს ახალგაზრდა, ახალი ტალანტი და ძალიან გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორი, ეს თანაბარია. და ვფიქრობ, რომ ის ცოტათი მსხვერპლის როლს თამაშობს აქ, თუ სრულიად გულწრფელები ვიქნებით. მაგრამ დრის ბოლოს მგონია, რომ ეს ისევ იმავე საკითხს უბრუნდება. ჩვენ საჯარო პირები ვართ. ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი საჯაროდ მიმდინარეობს. და როცა უცებ ამბობ, რომ მისი ნაწილი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ეს შეიძლება ხალხს გააბრაზოს. მაგრამ დრის ბოლოს, ხომ იცით, ეს ყველაფერი რეალური ადამიანური ურთიერთობებია. რეალური საქმიანი ურთიერთობები. ამ ურთიერთობებში დიდი თანხებია ჩართული, როგორც იცით. ამ შოუებზე ბევრი ადამიანი მუშაობს. უბრალოდ ყველაფრის საჯაროდ გაშვება შეუძლებელია. ისწავლეთ რამე იმ სიტუაციიდან, მაგალითად, აუდიტორიის მიჯაჭვულობის შესახებ. აი ასეა. ეს მოხდა ბრედ კუპერთან დაკავშირებით, მისი პერსპექტივიდან. გვაძლევს ეს იმ საბოლოობის შეგრძნებას, რაც გსურს. ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ ინტერნეტი გაგიჟდა. არა, ეს რთული იყო, არეული იყო. და
და ვფიქრობ, ასეთი რაღაცები ყოველთვის რთული და არეულია. და ვფიქრობ, საკუთარი თავის წინაშე ვალდებული ვართ, რომ შევძლოთ ნიუანსების აღქმა და ვთქვათ, რომ ყველაფერი ამ სამყაროში ბრწყინვალე და იდეალური არ არის. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. მაგრამ მთელი ეს ბრედ კუპერის ამბავი, ეს ხალხის ჯგუფი, რომელიც ამ ჯგუფში არსებულ ბოროტებებს ახვა, ჩვენთვის ძალიან პრობლემურია. და ჯერ კიდევ არ ვიცი, რას გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, მაინტერესებს თქვენი აზრიც. რას გააკეთებდი, თუ გეყოლებოდა ადამიანი, რომელსაც ნამდვილად მისაბაძად თვლიდი და მან შეიცვალა პოზიცია, მაგრამ სწორად არ შეიცვალა. თითქოს შეიცვალა, მაგრამ შენ იცოდი, რომ ეს სწორი არ იყო. იქნებოდა ეს მიზეზი, რომ უარი გეთქვა მასზე? მომწერეთ კომენტარებში და მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.